ბორჯომის ცენტრალური პარკი, ანუ როგორც მას ადრე უწოდებდნენ, მინერალური წყლების პარკი, მდებარეობს მდინარე შავწყალას, იგივე ბორჯომულას ხეობაში. მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული თავად კურორტ ბორჯომის ისტორიასთან. ითვლება, რომ კურორტიც და პარკიც დაარსდა 1842 წელს, როდესაც თავმჯდომარე ევგენი გოლოვინის ინიციატივით აქ ჩატარდა წყაროების კეთილმოწყობის პირველი სამუშაოები. უფრო მასშტაბური იყო 10 წლის შემდეგ მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მიერ განხორციელებული პროექტები. ამ დროს ორივე წყარო მოპირკეთთა ქვით გადაიხურა, ასევე გაკეთდა მდინარის ჯებირები და მასზე ხიდები გაიდო. პარკის გეგმარება მთლიანად განსაზღვრა ბუნებრივმა პირობებმა. პარკი გაშლილია მდინარის ხეობაში 3 კილომეტრის მანძილზე, გვერდებიდან მას ბუნებრივ საზღვრებს უქმნის დამრეცი კლდოვანი ფერდობები. პარკის ქვედა ნაწილში ამოდის მთავარი წყარო, რომელიც მე-19 საუკუნეში ცნობილი იყო როგორც ეკატერინეს წყარო. საბჭოთა პერიოდში მას მოიხსენიებდნენ როგორც ნომერ პირველ წყაროს. ამჟამად მინერალურ წყალზე მოწყობილია მრგვალი ლითონის გამჭოლი პავილიონი მინის გუმბათით. მას აგრძელებს იმავე კონსტრუქციის გალერეა. კურორტის დაარსების პირველ ხანებში ბორჯომის წყალს პირველ რიგში აბაზანების მისაღებად იყენებდნენ. ბორჯომი როგორც სასმელი წყალი მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ გახდა პოპულარული. შესაბამისად, პარკში დიდი ადგილი ეკავა აბაზანების მისაღებ ნაგებობებს. ისინი მთლიანად აიღეს საბჭოთა პერიოდში. ბორჯომის პარკში შემორჩენილია 2 შენობა, რომლებიც წარმოადგენს ინდუსტრიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან იშვიათ ძეგლებს და ამდენად საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. ორივე მათგანი აშენებულია ინჟინერ ფრიდრიხ მოლდენჰაუერის პროექტებით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბორჯომის ტექნოლოგიურ პროგრესში. პირველი მათგანი დგას შესასვლელთან ახლოს მარცხენა მხარეს. ეს არის მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა. ის აშენდა 1894-95 წლებში. ორსართულიანი შენობაა, ფასადები ამოყვანილია რუხი ბლოკებისა და აგურის წყობის მონაცვლეობით. მთავარ ფასადზე მას აქვს 3 რიზალიტი. ყოველი მათგანის პირველ სართულზე მოწყობილი არის შესასვლელები. ქარხნის შენობამ შიგნით მოიქცია ერთ-ერთი წყარო, რომლიდანაც ხდებოდა მინერალური წყლების ჩამოსხმა. 1954 წელს უკვე საბჭოთა პერიოდში აშენდა ახალი ქარხანა ჩარხის წყალზე, პარკიდან 2 კილომეტრის მოშორებით და ამის შემდეგ ძველი შენობა ძირითადად კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. ამჯერად მასზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეორე შენობა დგას პარკის სიღრმეში. ეს არის ძველი ჰიდროელექტროსადგური, აშენებული 1898-99 წლებში. თავისი არქიტექტურული გაწყვეტით ის გავს წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის შენობას, ოღონდ ელექტროსადგური ერთსართულიანია. მისი ფასადი დაბოლოებულია 2 ტრაპეციული ფორმის ფრონტონით. შიგნით აქ იყო 2 დიდი სათავსი, რომლებშიც განლაგებული იყო წყლის ძრავები და ელექტრომანქანები. ეს იყო პირველი ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ კავკასიაში. ის აწლეულების მანძილზე ამარაგებდა ბორჯომს ელექტრონით, სანამ 1960-იან წლებში ბორჯომი არ ჩაერთო საქართველოს ერთიან ცენტრალიზებულ ელექტროსისტემაში და ამის შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის შენობამ დაკარგა პრაქტიკული ფუნქცია. 1990-იან წლებში ის გაიძარცვა და ნაწილობრივ ჩაინგრა. 2020-23 წლებში მოხდა მისი რესტავრაცია. ამჟამად მას დიდწილად დაბრუნებული აქვს პირვანდელი სახე.